პირველი რასაც ვაკეთებ, შევდივართ ამ გვერდზე flipsnack.com და ვრეგისტრირდებით. აი აქედან. რეგისტრაცია არის მარტივი, შეიძლება გავაკეთოთ როგორც Facebook-ის აკაუნტიდან, ასევე Google-ის აკაუნტიდან, ან დავრეგისტრირდეთ როგორც ახალი იუზერი, ჩავწერთ მეილს, მივანიჭებთ პაროლს, ჩავწერთ აი ამ საკონტროლო ციფრებს და ვაკეთებთ რეგისტრაციას, ეს არის ძალიან მარტივი. როგორ გამოიყურება შიდა მენიუ. აი ასე გამოიყურება შიდა გვერდი ამ პროგრამისა და როდესაც ჩემს კოლექციებში შევდივარ, მე ვხედავ, რომ ჩემს კოლექციებში არის ის flipsnack-ები, აი ეს პატარა წიგნები, რომლებიც მე უკვე გაკეთებული მაქვს. ეხლა ჟურნალები, რომლებსაც შეგვიძლია ყიდვის შემთხვევაში დავარედაქტიროთ და შევქმნათ საკუთარი მსგავსი, ან ავირჩიოთ უფასო ბლანკი აგერ აქედან ამ გვერდიდან და დავიწყოთ საკუთარი წიგნის შექმნა. ამისათვის უნდა გქონდეს სადღაც გამზადებული მასალები, სასურველია PDF ფორმატით, იმიტომ რომ PDF-ს ტვირთავს ეს პროგრამა კარგად და აი ეხლა ჩავწვდით ბლანკი, შეიძლება ეს იყოს ჩვენი პირველი გვერდი. ანუ ყდა. ეს არის ყდა. როგორ გამოიყურება, როგორი გვინდა რომ გამოვიყურებოდეს. ეხლა აგერ თქვენ ხედავთ მენიუს მარცხენა ზოლზე, ჩამოთვლილი არის აქ არის გვერდი როგორი გვინდა ჰორიზონტალური თუ ვერტიკალური გვერდი აქედან ვირჩევ. შეგვიძლია ამ ფურცელზე დავიტანოთ მედია ფაილები, როგორც ვიდეოს ხმა დავადოთ და ასე შემდეგ. შეიძლება ვიყიდოთ სხვადასხვა აი სფერადი ყდები და ასე შემდეგ. აქედან ხდება სურათის ავტვირთვა. თვითონ ამ პროგრამასაც აქვს სურათების ბანკი საკმაოდ ბევრი. შეგვიძლია აქედან ავირჩიოთ სასურველი, ან შეგვიძლია თვითონ ავტვირთოთ. ვთქვათ, სასურველის არჩევის შემთხვევაში მარტივად კლიკავთ, რასაც ვირჩევთ იმაზე. აი აქ დავკლიკოთ, ვთქვათ, ამაზე, დავკლიკავთ ამაზე, გაჩნდება ჩვენს ყდაზე ასეთი ჩვენი არჩეული ფოტო, რომლის გადიდება, შემოbrunება, მარჯვნივ, მარცხნივ, ცენტრში დასმა, გაწევა, წინ, წაშლა არის შესაძლებელიდან. დავკლიკავთ და ჩვეულებრივად გამოვა პანჯარა, საიდანაც ვირჩევთ ფოტოს. ჩვენ შემთხვევაში ვთქვათ, ავირჩიე უკვე, მე მინდა ეს იყოს ჩემი წიგნის ყდა. ამას გავწელავ, სასურველ ზომამდე დავაყენებ, ვთქვათ, ნაწერი დავადო, აი ეს არის ყდა, ასე იქნება ყდა, შეიძლება ჩამოწელო. აი ესე ჩამოწელავ და შეიძლება ამას დავადო ყდა, ნაწერი. ნაწერს ვირჩევ აი ამ ტექსტიდან, ტექსტს აგერ ამ პირველს, ეს არის ფორმატი შრიფტის. არეალის არჩევის შემთხვევაში აქედან გადამყავს ენა ქართულ ენაზე ვაყენებ და აქ ვწერ, ვთქვათ, ანთოლოგია, ან პოეზია, ან ლირიკა. შემდეგ ეს ნაწერი შემიძლია მე გავადიდო, გავხადო უფრო დიდი, გავამსხვილო, ან ფერი შევცვალო. ვთქვათ, ნებისმიერი ფერი ავირჩიო. ვთქვათ, იყოს ყვითელი და გავამსუქნო. აი ესე ლირიკა. ავწიო ზევით, სადაც მინდა იქ დავდო სასურველ ადგილას. მორჩა, ეს იქნება ჩემი პირველი გვერდი, ჩემი წიგნისა. ეხლა ამ წიგნს მე მეორე, მესამე, აი თუ გადავიყვანთ ნახვის რეჟიმში, ნახავთ როგორ გამოიყურება და გამოიყურება ასეთნაირად. გადავიდეთ რედაქტირების რეჟიმში. ეხლა როდესაც მე მინდა რომ ამას დავამატო გვერდები, აი ვამატებ, მეორე გვერდი დავამატე და მეორე გვერდზე მინდა რაღაცა ავტვირთო. შესაძლებელია მე თვითონაც დავწერო ამ გვერდზე, აი აქ ამ ტექსტიდან, მაგრამ მე მინდა რომ ავტვირთო უკვე მზამასალა მაქვს სადღაც PDF ფორმატში. ამის შემდეგ
ამის შემდეგ მე შემიძლია ავტვირთო ფაილი უკვე, რომელიც PDF ფაილის სახით ინახება ჩემს კომპიუტერში. ამისათვის და ველოდები როდის ჩაიტვირთება. აი მე სამგვერდზე ჩაიტვირთა. ეხლა ამ გვერდზეც ჩავტვირთოთ. შეგვიძლია გვერდი ისევ დავამატოთ. მერვე მეცხრე გვერდი და ავტვირთოთ შემდეგი მასალები. ჩაიტვირთა ჩვენი მასალები და გამოიყურება ასე. ამ შემდეგ ჩვენ ამას შეიძლება Facebook-ზე გავაგზავნოთ და ასე შემდეგ სხვადასხვა სოციალურ ქსელებში გავაგზავნოთ, მაგრამ ჯერ შეგვიძლია უბრალოდ შევინახოთ პუბლიკაციის სახით, მას უნდა დავარქვათ სახელი, ვთქვათ ლირიკა. აქ შინაარსს დავწერთ ლექსები, ვთქვათ. ან მავანთა ლექსები. აქ უბრალოდ კატეგორიას ვანიჭებთ, ვთქვათ, საბავშვო ლექსები და ასე შემდეგ. და ეს ახლა შეინახება და ჩვენს კოლექციებში დაჯდება. ასე გამოიყურება ეს ჟურნალი. მეცეთ მაცალოდ ჩატვირთვა. ყურება ეს ჟურნალი. მეცეთ მაცალოდ ჩატვირთვა. აქტიან ტაბლეტზე. ეხლა ჩვენს კოლექციებში როცა შევალთ, ჩვენ შეგვიძლია ეს დავათვალიეროთ. ეს ჟურნალი. აი ჩვენს კოლექციებში უკვე გამოჩნდა ეს ჟურნალი. ჩვენ შეგვიძლია რომ ეს ჟურნალი ესე იგი დავარედაქტირო, დავამატოთ, ფაილები ავტვირთოთ, ახალი შევქმნათ, სათაური შეუცვალოთ და ასე შემდეგ. სხვადასხვა манипуляციები გავაკეთოთ ამ ჟურნალზე. შეგვიძლია მთლიანადაც წავშალოთ. თუ ჩვენ გვინდა ამ ჟურნალის ჩამოტვირთვა, შეიძლება აქედან ჩამოვტვირთოთ, თუ არ ვწდები PDF ფორმატით ჩამოიტვირთება. აქედან შეიძლება გადავაშიაროთ, სადაც გვინდა, აქედან embed კოდი წარმოვიღოთ, აი embed კოდს წარმოვიღებთ. embed აი აგერ embed კოდს წარმოვიღებთ და ჩავაშენებთ ჩვენს ან აქედან კოპს მივცეთ და ჩავაშენებთ ბლოგზე თუ გვინდა ჩვენ ეს. თუ გვინდა აქედან გადავაზიარებთ. აი სულ ეს არის.